თარგმანება იმათეს სახარებისა ითავინდ. სიტყვა იესე, მორაივიდა იესო ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, კითხვი და მოწაფეთა თვისთა და ხრქვა, რა ითქვიან კაცთა ძისა კაცისა ყოფად, 16-13. რა ისათვის თქვა სახელიცა აღმაშენებელისა ქალაქისა მის. ამისთვის რამე თუ არ სხვა იცა კესარიაი, რომელსა ეწოდების სტრატონისაი, ხოლო აწუფალი კესარიასა მას მეორესა მივიდოდა. ამისთვის თქვა კესარია ფილიპესი. რამე თუ ენება რაი უფალსა კითხვად მოწაფეთა თავისათვის ისათვის, შორს განიყვანა ჰურიათაგან, რაითა ადგილითსა და გონებით განიშორნენ მათგან და ეგრეთ მიუთხრან კეთილი იგი ახსაარებაი. და რა ისათვის პირველადვე არ ჰკითხა, თუ თქვენ ვინ გგონიე, არამედ ესრეთ ხრქვა, რა ითქვიან ჩემთვის კაცთა, ესე ამისთვის, რაითა პირველად სხვათა იმათ უგულისხმოებაი გამოჩნდეს და მერმე მეორედითა კითხვით აღიყვანეს იგინი მაღალსა მას გულისხმის ყოფასა. ამისთვის არა წინა უყო სიტყვა ესე დასაბამსა ქადაგებისათვის ისასა, არამედ შემდგომად მრავალთა მათ სასწაულთა და მრავალთა მათ სწავლათა, რომელნი მიუთხრა და თვისი იგი მამისა თანაერთობა იგულისხმავყო, მერმეღა კითხვა ესე წინა უყო. და არა ხრქვა, თუ რა ითქვიან ჩემთვის მწიგნობართა და ფარისეველთა? არამედ ერისა მის მრავლისა სიტყვა ჰკითხა, რა ითქვიანო ჩემთვის კაცთა, რამე თუ დაღაცა თუ მათიცა გულის სიტყვაი ჭეშმარიტისა მის გულისხმის ყოფისაგან ფრიად შორს იყო, არამედ უკეთურებით არა სავსე იყო, ხოლო მწიგნობართა იმათ და ფარისეველთა ავსებულიყო ყოვლივთა ბოროტითა. ხოლო გულისხმა ყავთ ესეცა, თუ რა იზომსათნო იყო მის და განგებულებასა მას განკაცებისა მისისასა ახსაარებად ყოველთა მიერ. ამისთვის აქაც აღმრთებისა მისისა ახსაარებასა ასწავებდა და ესრეთ თქვა, რა ითქვიან ჩემთვის კაცთა ძისა კაცისა ყოფად, ვითარცა სხვასა ადგილსა იტყოდა, არავინ ავიდა ზეცას, გარნა რომელი იგი ზეცით გარდა მოხდა, ძე კაცისაი, იოანეს 3:13. გუამონებით შეერთებასა მას ღმრთებისა და კაცებისასა მოასწავებდა, რომელი ორთა მათგან ბუნებათა ერთი გუამი იქნა, შეურევნელობითა ორთა მათ ბუნებათა ითა, ეგრეთვე აქაც კაცისა თავსათვისა უწოდა ამის ესევით არისა ჯერისათვის. ხოლო მიუგეს რაი მოწაფეთა და ხრქვეს ვითარმეთ, რომელთამე იოანე ნათლისმცემელი, რომელთამე ელია და სხვათა იერემია გინა ერთი წინა ისწარმეტყველთაგანი, მათე 16-14 და ცთომილნი იგი გულის სიტყვანი მათნი გამოაცხადნეს, რომელნი იგი ხედვიდეს რაი სასწაულთა მათ უაღრეს ბუნებისათა, კაცსავე ჰგონებდეს ყოფად, აღდგომილსა მკვდრეთით, ვითარცა ოდესმე ჰეროდეცა იტყოდა, მაშინ უკვე უფალმან ესევითარნი იგი სიტყვანი არ აღირსად იჩინა, ამისთვისა ხრქვა მოწაფეთა, თქვენ ვინ გგონიე მე? მათე 16-15 რომელნი ეგე მარადის ჩემ. თანა ხართ და საქმეთა ჩემთა ხედავთ და სიტყვანი ჩემნი გესმიან. აც უკვე გულისხმა ყავთ საქმე ესე, ოდეს სხვათა კაცთა სიტყვანი ჰკითხნა, ყოველთა მიუგეს, ხოლო ოდეს მათნი გულის სიტყვანი ჰკითხნა, მაშინ უმხურვალესი იგი ყოველთა იპეტრე, თავი კრებულისა მის მოციქულთა ისა. პირექნა ყოველთა და ყოველთა მაგიერ ღაღატყო და თქვა. წახ არ ებაი, შენ ხარ ქრისტე, ძეგმრთისა ცხოველისაი. მიუგო იესუ და ხრქვა მას, ნეტარ ხარ შენ, სიმონ ბარიონა, რამე თუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემან ზეცათამან 16-17. თარგმანი, ამისა პირველცა ოდეს იგი იგუემებოდეს ნავითა ხელვათა შინა და მოვიდა მათა იესუ და ხელვანი იგი დააცხნა, მოუხდეს მოწაფენი და თაყვანი სცეს და ეტყოდეს, ჭეშმარიტად ძეღმრთისაი ხარ შენ და არა მისცა მათ ნეტარებაი. და კვალად ნათანაელ ხრქვა,
რაბი, შენ ხარ ძეღმრთისაი, შენ ხარ მეუფე ისრაელისაი. იოანე 1:49 და არ არა ინეტარება იმისცა, არამედ უფრო ისად, ვითარცა ვერ სრულსა გულისხმის ყოფასა მოსრულსა, აყვედრა და ხრქოა, რამე თუ გარქო შენ, ვითარმედ, გიხილე ქუეშე ლეღურსა გრწამს, უფრო ისი. ამისა იხილო. იოანე 1:50 რაისათვის უკვე მათცა ესევე სიტყვა იხრქვეს და ვერ მიიღეს ნეტარებაი ესევით არის, ხოლო პეტრეს ესრეთ დიდებული მიანიჭა ნეტარებაი. ესე ამისთვის, რამე თუ მათ რაღაცა თუ ძედგმრთისა სახელს თვეს, არამედ ვითარცა მრავალთა წმიდათა სახელედვა ძედგმრთისა, მადლითა მისმერითა და არა ბუნებით, ეგრეთ მათ გულისხმა ყვეს, უაღრეს სხვათა ყოველთასა მიწევნულად მადლსა მასწეობისა ღმრთისასა. ეგრეთვე ნათთანაელსა და ვერ მისწუთეს გულისხმის ყოფად ჭეშმარიტსა მასწეობასა მისა და ბუნებისა მისგან და არსებისა მამისა შობასა. ხოლოაც პეტრე ბუნებითა მით არსებისაითა და შობითა მით დაუსაბამოითა ძედგმრთისა აღიარა და სახელს თვა მას, ამისთვის ღირს იქმნა ნეტარებასა სრულსა. და პირველ თქმულთა მათ არ არის ესევით არის მიუგო უფალმა, ხოლო ამას ხრქოა, ვითარმედ, ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს შენ. ესე იგი არს, არ არაითა კაცობრივითა სიბრძნითა, ანუ მეცნიერებითა, ანუ სხვითა რაითმე ხორციელითა ღონითა უძლე გულისხმის ყოფად საიდუმლოსა ამას, არამედ მამამან ჩემმან ზეცათ ამან გამოგიცხადა. გულისხმა გვიღო, თუ ვინაი მოიღო პეტრეს სწავლა ესე, რაითა ვცნათ, ვითარმედ რაღაცა თუ პირმან პეტრეს მან აღმოთქვა სიტყვა ესე ღვთისმეტყველებისაი, არამედ მამამან მიუთხრა სულსა მისსა და მან აღაღო პირი მისი და აღმოათქმია სიტყვა ესე. და გულისხმა ვხოთ ვითარმედ არა კაცობრივი საქმე არს, არამედ საღმრთოი, მეცნიერებაი და ჭეშმარიტებაი სარწმუნოებისა ჩვენისაი. ხედავა ვით არ გამოაცხადებს მამაი ძესა და ძე მამასა. ვითარცა თავად მან ბრძანა ვითარმედ, არავინ იცის ძე გარნა მამამან, არცა მამაი ვინ იცის გარნა ძემან, და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების გამოუცხადოს. მათე 11:27, ლუკა 10:22 არა შესაძლებელი არს უკვე სხვისა ვისგანმე ცნობად ძისა გარნა მამისა მიერ, არცა მამისა შესაძლებელი არს სხვისა ვისგანმე ცნობად გარნა ძისა მიერ, მადლითა მით სულისა წმიდისაითა, რაითა ესრეთ საცნაური იქმნას ერთობაი მათი. ხოლო ვინაითგან ნეტარება იგი მისცა პეტრეს და აუწყა, ვითარმედ არა კაცობრიო, არამედ მამისა მიერ გამოეცხადა მას საიდუმლო იგი და ბარიონა სახელს თვა, რომელსაც იოანე განცხადებულად რე თქვა ვითარმედ, შენ ხარ სიმონ, ძე იონაისი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი თარგმანების, კლდე იოანე 1:42, რამე თუ ბარიონა ძე იონაისი გამოითარგმანების და მე ხსეულად შესწინა. წახარებაი, რამე თუ შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჯენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას 16-18. თარგმანი, ესე იგი არს, ვინაითგან ღირს იქმენ მოღებად მამისა მიერ გულისხმის ყოფა ესევით არის და მქადაგემე, ჭეშმარიტი ძეღმრთისაი, ღირს ქო შენ სიმტკიცესა სარწმუნოებისასა და საფუძველად ეკლესიისა ქო. და ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი. რომელსა კლდესა? ესე იგი არს, ამას ესევით არს აღსაარებასა, ამას სარწმუნოებასაზე და რომელიაც აღიარე, და ემტკიცოს ეკლესიაი ჩემი და ბჯენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. ესე იგი არს, ვერ რომელმან ღონემან ანუ ბრძოლამან ეშმაკისამან შეუძლოს ამის აღსაარებისა და ამის სარწმუნოებისა რომელიაც ჰქადაგე, განქარვებად, არამედ ამას ზედაეგოს ეკლესიაი ჩემი უკუნისამდე, ვითარცა კლდესა შეურყეველსა. წახარებაი და მიგწნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათა ისანი 16-19.
თარგმანი რაი არს ესე თუ მიგწნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათა ისანი. ესე სიტყვა ისწორებასა მასთვისა მამისა თანა გამოაჩინებს. ვინაიდან ხრქვა ვითარმეთ, მამა მან ჩემან გამოგიცხადა შენ, რაც თვისაც აუწყებს ხელმწიფებასა, ვითარმცა ეტყო და ვითარმეთ, მამა მან მოგცა გულისხმის ყოფა ჩემი, და მე მიგწნე კლიტენი სასუფეველისანი, რაითა რომელი შეჰკრა ქვეყანასა ზედა, კრულიყოს იგიცათა შინა, და რომელი განხსნა ქვეყანასა ზედა, ხსნილიყოს იგიცათა შინა. მათე 16, 17, 19. ხედავა ხელმწიფებასა ამას. ხედავა ერთობასა ამას მამისათანა. არა ხრქვა თუ მამა მან მოგცეს, ანუ თუ მამასავე ვედრო არამედ, მე მიგწნეო კლიტენი სასუფეველისანი, რაითა რომელი განხსნა ქვეყანასა ზედა, იყოს იგიცათა შინა ფლობილ შესვლად სასუფეველსა, და რომელი შეჰკრა ქვეყანასა ზედა, იყოს იგიცათა შინა დასჯილ და კრულებასა შინა სამარადისოსა. ვინაიდან უკვე ესოდენი ყოველსავე ზედა აქვს ხელმწიფებაი და ყოველივე რაოდენი ენებოს მიენიჭებს ვითარ სხვასა ადგილსა თქვა ვითარმეთ, დაჯდომაი მარჯვენით ჩემსა და მარცხენით არყარს ჩემი მიცემაი. ერთი კლიტეთა სასუფეველისათა და ესოდენისა ამის ხელმწიფებისა მიცემად უფალარს და მარჯულთვისა გინა მარცხლდაჯდომისა მიცემად არახელეციფებისა. გულისხმა ჰყავთა ვითარმეთ სიტყვა იგი სხვისა განგებულებისათვის ითქვა და არა თუმცა ამისთვის, თუ ვერ ხელეციფებოდა, რამე თუ ყოველივე ძალუწდა ყოვლისავე უფალარს ბუნებითა მითხმთებისაითა მხოლოდ შობილი ძეღმრთისაი. რამე თუ აჰა ესე რა აღიყვანებს გონებასა პეტრესსა და სხვათა მათ მოწაფეთასა მაღალსა მას გულისხმის ყოფასა, რაითაც ნან ჭეშმარიტისა მისცისა ღმრთისა ხელმწიფება იგორთა ამათ ბრძანებათა მიერ, რომელესე მისცა მოწაფესა მას, ხელმწიფება იცოდვათა მიტევებისაი. რამე თუ ამას მოასწავებს, თუ რომელი განხსნე ქვეყანასა ზედა, რომელესე მხოლო ისა ღმრთისა საქმე არს. და კვალად შეურყეველად დაცვა ეკლესიისა იბრძოლათა მათ შინა ყოვლისა სოფლისათა და აღსაარებისა მის მართლისა უძლეველად დამტკიცებაი. ამათ ორთავე აღთქმათა მიერ თვისისა ხელმწიფებისა გულისხმის ყოფა იმიანიჭა. რამე თუ მამა მან მოსცა პეტრეს გამოცხადება იძისათვის ისაი, რაითა აღიაროს იგი ჭეშმარიტად ზედღმრთისა ცხოველისა, ხოლო ძემან გულისხმა უყო მამისა მიერი გამოცხადებაი და მისცნა კლიტენი სასუფეველისანი კაცსა მოკვდავსა, და ხელმწიფება იგი შეკვისა და განხსნისაი, და დააფუძნა ეკლესია იკლდესა მასზე და ჭეშმარიტისა აღსაარებისასა, და ეკლესია კიდეთაგან ქვეყანისა და კიდედნდე მისაგან ხმართა და ბრძანა, ვითარმეთ, ცანი და ქვეყანა იწარხდნენ და სიტყვანი ჩემნი არასა და წარხდნენ. მათე 24-35 და ყოველივე მის მიერ იქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა. იოანე 1:3 რაი არს უმეტეს ამის სწორებისა და ამის ერთობისა, ჭეშმარიტისა და სრულისა. რცხვენოდენ უკვე და კდემებოდენ და დაიყვნენ პირნი იგი ურცხვინონი, რომელნი იკადრებენ დაკნინებად დიდებასა მას მხოლოდ შობილისა ძისა ღმრთისასა, რამე თუ იხილეთ ამას მებრ ადგილსა თანასწორი მამისა ხელმწიფება იძისაი. მე გეტყვი შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი. და მე მიგწნე შენ კლიტენი სასუფეველისანი, და რომელი შეჰკრა ქვეყანასა ზედა, კრულიყოს იგიცათა შინა, და რომელი განხსნე ქვეყანასა ზედა, ხსნილიყოს იგიცათა შინა. იხილია უფლებაი ესე და ხელმწიფებაი. გრწმენინ უკვე და ადიდებდი ძესა, თანასწორსა მამისა და სულისა წმიდისა თანაარსსა. სახარებაი, მაშინ ამცნო მოწაფეთათვის და რაითა არა გამოაცხადონ, ვითარმედ იგი არს ქრისტე, 16-20. თარგმანი, რაისათვის ამცნო ესრეთ.
რამე თუ ჯერ იყო პირველ აღსრულებად ჯვარცუმისაი და სხვათა მათ ცხოლს მყოფელთა ვნებათა მისთაი, რაითა არღარა იყოს შემაშფოთებელ გონებასა მორწმუნეთა მისთასა და ესრეთ ქადაგებისა მისისა მოციქულთა მიერ განფენად. რამე თუ წუთერთ არა გამოეჩინა სრულიად ძლიერება ითვისი. ამისთვის მაშინ განაგო ქადაგებად სახელი მისი, ოდეს ჭეშმარიტებაი საქმეთაი გამოჩინებულიყოს და ძალი დიდებულებათაი მათ თანა ეწამებოდის ქადაგებასა მოციქულთასა. ხოლო აწამცნო, რაითა არა გამოაცხადონ, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამე თუ უკვე თუმცა ექადაგა და ვიეთნიმე მოეყვანეს სარწმუნოებად, შემოვიდოდა შორის საქმე იგი ჯვარცუმისაი და ვნებათაი და შეირყიამცა სარწმუნოებაი მათი. რამე თუ უკვე თუ მოწაფენი, რომელთა ესოდენი სასწაულნი მისნი ეხილნეს, სმენისაგან ხოლო დაბრკოლდეს და თვითმებრ პეტრე, თავი იგი მოციქულთაი, გულისხმა ჰყავთ, რაიმცა შეემთხვია, უკვე თუმცა მრავალნი იყვნენ მორწმუნენი და რწმენამცა, თუ ესე არს წეღმრთისაი. და მერმე იხილეს მცა იგი ჯვარსაზე და დამოკიდებული და საიდუმლო ისა მის ძალი არამცა უწყოდეს, არცა მადლიმცა მოეღო სულისაც მიდისაი. უკვე თუ მოწაფეთა ეტყოდა, ფრიადღა მაქუს სიტყვად თქვენდა, არამედ არღარა ძალგიც ტვირთვადაც, იოანე 16:12 რავდენ უფრო ისაც სხვა იგიერი დაიხსნამცა, უკვე თუმცა პირველჯეროვნისა მის ჟამისა საიდუმლოი ესე დიდი გამოცხადებულიყო მათ და ამის ჯერისათვის ამცნო არა ქადაგებად მისაც უთერთთ და რაითასცნათ, თუ რაოდენ უკანა ისკნან შემდგომად ჯვარცუმისა და აღდგომისა უმჯობეს იყო ქადაგებაი, თვით პეტრე მოციქულისაგან გულისხმა ჰყავთ. რამე თუ ესე პეტრე, რომელიც შემდგომად ესოდენთა სასწაულთა ხილვისა და ესოდენთა საიდუმლოთა სწავლისა ესრეთ უძლური პოვა, ვიდრეღა შიშისათვის უნდა ისა მხევლისა ერთისა უარისყოფად ქრისტესა შთავარდა. ვინაითგან საიდუმლოი ჯვარცუმისაი აღესრულა და აღდგომისა მადლი კეთილად იხილა, ესრეთ მტკიცედ იპყრა სწავლა იგი სულისაი, ვიდრეღა უახოვნესად ლომისა ზედა მიუხდებოდა კრებულსა მას ხურიათასა და არარად შეერაცხა სატანჯველნი და სიკვდილი. არამედ უშიშად ქადაგებდა შორის ხურიათა და წარმართთა და მიმოდასდებდა სწავლასა მას. ღვთისმსახურებისასა. ხოლო პირველ ჯვარცუმისა მრავალსა არცა მიუთხრობდა მათ უფალი, ვით არცა თქვა ვითარმედ, ფრიადღა მაქუს სიტყვად თქვენდა, არამედ არღა ძალგიც ტვირთვადაც. და კვალად მრავალი სიტყვა იმისი ვერ გულისხმა ხვიან მოწაფეთა. ხოლო ვინაითგან აღდგა, მაშინ გულისხმაყვნეს სიტყვანი იგი. ვინაითგან უკვე მოძღვართა მათ სოფლისათა პირველ ჯვარცუმისა ვერ ეძლო გულისხმის ყოფად ყოვლისავე, სამართლად ამცნო არა ქადაგებად ყოველთა მიმართ, ვითარმედ იგი არს ქრისტე, ვიდრემდე აღდგეს იგი მკვდრეთით. სახარებაი, მიერითგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთათვის და ვითარმედ ჯერ არს მისა იერუსალემ დახსვლაი და ფრიადვნება იმღდელთ მოძღვართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა ერისათა, მოკლად და მესამესა დღესა აღდგომად 16:21. თარგმანი, მიერითგან იწყო იესო უწყებად. ესე იგი არს ვინაითგან მაღალი ესე გულისხმის ყოფა იასწავა მათ და განამტკიცნა გულნი მათნი სარწმუნოებად, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად წეღმრთისაი, ვინაითგან წარმართაცა წყალობისა დაწყება იყო, მიერითგან იწყო მოწაფეთა უწყებად, ვითარმედ ჯერ არს მისავნებად ცხოვრებისათვის კაცთა ისა. არამედ იგინი ჯერეთ ვერ გულისხმა ყოფდეს, რამე თუ იყო სიტყვა იგი მათგან დაფარულ და ვერ უწყოდეს საიდუმლო იგი აღდგომისა მისისაი. ამისთვის უფალმა განავრცელა სიტყვა იგი და მიუთხრა ვითარმედ, ჯერ არს მისა ახსლა იერუსალემ და ფრიადვნება იმღდელთ მოძღვართაგან და მწიგნობართა, მოკლად და მესამესა დღესა აღდგომად, რაითა განუღოს გონებაი მათი და გულისხმაყვან სიტყვა იმისი. არამედ ეგრეცა დაფარულიყო სიტყვა იგი მათგან და ვერ გულისხმა ყოფდეს და კითხვად ეშინოდა,
თუ რაი არ სიტყვა იგი და ოდეს ყოფად არსესე საიდუმლოი, რამე თუ მათ უმჯობესად უჩნდა არა სიკვდილი მისი ყოვლადვე და აღდგომისა იგი სიტყვაი არა იცოდეს. ხოლო იგინი რაი ესრეთ განკვირვებული იყვნენ, კვალალ ყოველთა უმხურვალეს მან პეტრე თვისაგან იკადრა ამის სიტყვისა გამოძიებაი, ვითარცა იტყვის მახარებელი. წახარებაი და მოუხდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქვა, შენდობა იყავ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქვა, წარვედ ჩემგან სატანა. სად თუ რჩემდა ხარ, რამე თუ არა ზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა, 16, 22, 23. თარგმანი, რაი არ საქმე ესე. რომელსა მაღალი იგი საიდუმლოი გამოეცხადა, რომელი ნეტარებასა მას ღირს იქმნა, ესრეთ მწრაფი მოუძლურდა იგი და შეშინდავნებისა მისთვის. გარნა არა საკვირველ არსესე, რამე თუ არა მოეღო გამოცხადებაი ამის ჯერისათვის. რაითასცნა ვითარმედ იგიცა, რომელ პირველ თქვა, არა თავითთვისით თქვა, არამედ ზეგარდამოითა გამოცხადებითა, ამისთვისცა რა ჟამს მოვიდა შორის სიტყვაი ესე, რომლისათვის არა მოეღო გამოცხადებაი, იხილე. ვითარ შეურვებული ქმნა და ვერ გულისხმა ყოფდა სიტყვასა მას. რამე თუ ესე იცოდა, ვითარმედ ზეღმრთისაი არს, ხოლო თუ რაი არ საიდუმლო იგი ჯვარცუმისა და აღდგომისაი, არღასაცნაურიყო მისდა, არამედ დაფარულიყო მისგან და სხვათა მათგან სიტყვა იგი. ხოლო უფალმა ნინება ჩვენებად მისდა, ვითარმედ ნებსით თვისით მივალს ვნებად. ამისთვის შეჰრისხნა პეტრეს და სატანა უწოდა, რომელ გამოითარგმანების, წინა აღმდგომ. წარვედო ჩემგან სატანა, რამე თუ უწყოდა ვითარმედ მანცა და სხვათაც ამ წუხარებით შეიწყნარეს სიტყვაი ესე და შიში შეუხდა მათ ფრიადი, რომელი ესე უმეტესად ბრძოლა იყო წინა აღმდგომისაი, რამე თუ ძნელიყო მისდავნებაი ქრისტესი. ამისთვის შეჰრისხნა მას უფალმან ძნელად, რაითა განიოტოს მის მიერი შიში გულთაგან მოწაფეთაისა. ესრეთ უკვე გამოაცხადა დაფარულიცა გულისა მისისაი, არა ზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასაო. ვინაიდან იგი კაცობრივითა გულის სიტყვითა გამოეძიებდა საქმესა მას და ამისთვის ჰგონებდა, ვითარმედ უჯერო არს და საყვედრილ საქმე იგივნებისა მისისაი, ეთქვის უფალი, ვითარმედ, არა თუნებაი ჩემი უჯერო არს, არამედ შენი გულის სიტყვაი არს ხორციელ. ხოლო განიშორო თუ კაცობრივნი გულის სიტყვანი და საღმრთოდ გულისხმა ხოს ცნა, თუ რაოდენჯეროვან და შვენიერ არს საქმე ესე. შენ იტყვი, თუ ნუ იყოფინ ესე, ხოლო მე გეტყვი ვითარმედ, ეგე გულის სიტყვაი საეშმაკოი არს, რაითამცა ჯვარცუმაი ჩემი არასათნო გიჩნდა. ესრეთ დააწყნა რა გონებაი პეტრესი და განაგდო მისგან შიში და უმეცრებაი. ვითარცა იგი იოვანე აყენებდა რა იმისგან ნათლისღებად ჰრქვა მას, ესრეთ შეჰგავსო ჩვენ და მათე 3:15 და კვალად აყენებდა რაი პეტრე დაბანად ფერხთა ჰრქვა მას, უკვე თუ არა დაგბანე ფერხნი, არა გაქოს ნაწილი ჩემთანა. იოანე 13:8 ეგრეთვე აქა სიფიცხითა მით შერისხვისაითა დააწყნა რა შიში იგი და ურვაი, რომელიც შეუხდა პეტრეს ვნებისათვის უფლისა. ისმენდეთ ყოველნი, რომელთა სირცხვილ უჩნს ვნება იგი ქრისტეს ჯვარცუმისაი. უკვე თუ თავს ამას მოციქულთასა პირველ ცნობადმდე საიდუმლო ისა მის ესრეთ ემხილა და ესმა, წარვედ ჩემგან სატანა. რამე თუ არა ზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა, რაიმე იყოს მათ და რომელნი შემდგომად ესოდენისა მის გამოცხადებისა საქმეთა ისა შეურაცხ ყოფენ საიდუმლოსა მას ჯვარისასა. სწავლა ინდ რაითა ვიქადოდით ჯვარცუმისათვის ქრისტესისა და საცოდ ჩვენ და გვაქონდეს ჯვარი წმიდა იმისი და სახიერებისათვის უფლისა.
ნუმცა ვის უკვე სირცხულ უჩნს მიზეზი იგი ცხოვრებისა ჩვენისაი და თავი ყოველთა კეთილთაი რომლისა მიერ ცხოველ ვართ, ესე იგი არს ჯუარი ქრისტესი, არამედ ვითარცა გვირგვინი ბრწყინვალე გვაქუნდინ იგი, რამე თუ ყოველი ცხოვრებაი ჩვენი მის მიერ იქნების. უკვე თუ ვინ ნათელიღებდეს ჯუარი წინა უძღვის, უკვე თუ ტაბლა იგი საიდუმლოთაი დაეგებოდის ჯუარი თანაიქცევის, უკვე თუ კურთხევა იმღვდელობისაი აღესრულებოდის ჯუარი თავსაზე და გამოისახვის, და ყოველსა საქმესა თანაცხოვრებისა ჩვენისასა შეერთებულ არს, ყოვლისავე კეთილისა წინამძღვარ არს. ამისთვისცა სახლთა შინა და კართა ზედა და პირსა ზედა ჩვენსა და გულსა და გონებასა შინა ყოვლითა მოსწრაფებითა გამოვსახავთ, რამე თუ აზნაურებისა ჩვენისა და ჩვენ და მომართ წყალობისა ღმრთისა სასწაული არს ჯუარი. ვითარცა ცხოვარი კლად მიიგუარა ესაია 53:7 იტყვის წინა ის წარმეტყველი, რომელიას ჯუარც უმასა მოასწავებს. რაი არს უკვე უმეტეს ამისა სახე წყალობისაი, რამე თუ ჩვენთვის ვითარცა ცხოვარი კლად მიიგუარა ჯუარსა ზედა. ამისთვის გამოვსახავთ სახესა მას ჯუარისასა ჩვენ ზედა, რაითა გამოვსახვიდეთ რაი, მოვიხსენოთ ცხოველს მყოფელი იგივნებაი, რომელი ჩვენთვის ხორცითა თავსიდვა უფალმა. აც უკვე გამოვსახვიდე რაი, კაცო სახესა ჯუარისასა პირსა შენსა, მოიხსენე ყოველივე იგი საქმე ჯუარცუმისაი და მოსპე შენგან გულის წყრომაი და ყოველნივევნებანი. განათავისუფლესული შენი მონებისაგან ცოდვათაისა და მერმე კადნიერებით გამოსახე შენზე და სასწაული ჯუარისაი და დაგიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა. ამას აზნაურებასა გვასწავებს ნეტარი პავლე. ამისთვის ახსენა რაი ჯუარი და სისხლი იგი პატიოსანი, ესრეთ ღაღატყო, სასყიდლითა სყიდულ ხართ პატიოსნითა, ნუ იქმნებით მონაკაცთა. პირველი კორინთელთა მიმართ 7:23 ვითარმცა იტყო და ვითარმეთ, გულისხმა ყავ მორწმუნეო, სასყიდელი იგი შენთვის მიცემული, რომელ არს ჯუარცუმაი ქრისტესი და პატიოსანი სისხლი მისი და ნუღარა თავსიდებ მონებად საქმეთა კაცობრივრთა. ნუცა მორჩილებად სოფლისა მპყრობელსა მას ბნელისასა. რამე თუ არა თითითა ხოლო ჯერ არს გამოსახვაი ჯუარისაი, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა და წამებითა საქმეთაითა და ესრეთ თითითაცა. ესე ვითარითა თუ გამოსახვითა გამოვსახო სასწაული ჯუარისაი პირსა შენსა, ვერვინ მოგეახლოს, არა წმიდათა ეშმაკთაგანი, ხედვიდან რაი მახვილსა. მას მკვლელსა მათსა, ხედვიდან რაი ლახვარსა მას, რომლითა განიგურიმნეს გულნი მათნი უკეთურნი, ხედვიდან რაი ნიშსა მას, რომლითა ყოველი ძალი მათი დახსნა ქრისტემან, რომლითა მოაკუდინა ვეშაპი იგი გულარძნილი. ნუმცა ვის უკვე სირცხულ უჩნს დიდი ესე კეთილი, რაითა არა ქრისტემანცა არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თვისითა და სასწაული ჯუარისა იჩნდეს წინაშე მისა უბრწყინვალეს მზისა. რამე თუ მომავალ არს მაშინ ჯუარი სახილველად ყოვლისა სოფლისა, რაითა იხილონ ყოველთა ურწმუნოთა და სირცხვილეულ იქმნენ. ამის პატიოსნისა ჯუარისა სასწაულმან მამათა ჩვენთაზე და ჩვენზეც აურაცხელნი აღასრულნა საკვირველებანი და აღასრულებს. რავდენი კარნი ხშულნი განახუნა, რავდენი წამალნი სასიკუდინენი განაქარნა, რავდენი ნაკბენი მხეცთა წამლიანთანი განკურნა. რამე თუ ვინაიდგა მბჯენი ჯოჯოხეთისანი შემუსვნა და კამარანი ცათანი განახუნა და კარნი სამოთხისანი შესავალხუნა და ძარღუნი ეშმაკისანი მოჰკვეთნა, რაი საკვირველ არს უკვე თუ წამალთა მაკუდინებელთა და მხეცთა წამლიანთა და სხვათა ესე ვითართა მძლე ექმნა. ესე პატიოსანი ჯუარი შევიტკბოთ სულთა შინა ჩვენთა, რამე თუ ამან აცხოვნა სოფელი და საცთური განიოტა, ჭეშმარიტებაი და ამტკიცა, ქვეყანა იზეცისათა შეერთა და კაცნი ანგელოზღვნა. ამის მიერ ეშმაკნი შეურაცხიქმნეს სიკუდილი ძილსა მიემსგავსა, ამის მიერ ყოველნი მბრძოლნი ჩვენი დაეცნეს და დაითრგუნეს.
უკვე თუ ვინმე გრქვას, ჯვარცმულსა თაყვანის სცემა. არ ქუმას ბრწყინვალითა ხმითა და პირითა სიხარულისაითა, ჰე თაყვანის ვსცემ და არასადა დავსცხრე თაყვანის სცემად. უკვე თუ გეცინოდის შენ ცრემლოდე მისთვის, რამე თუ სიცოფისაგან ბორგს, და ხმადლობდი უფალსა, რომელმან ესევით არნი კეთილნი მოგუმადლნა, რომელთა ცნობადსა ვერ ვისხელეთიფების ბილსთა და შეგინებულთაგან, თვინიერ რომელთა გულნი წმიდა იყვნენ და გონებანი მარტივ, და მოეცეს მათ ზეგარ და მოგამოცხადებაი. ამისთვის ცინის იგი ვინმე ცოფი, რამე თუ მშვინიერი კაცი ვერ შეიწყნარებს სულიერსა. ჩჩვილმან საყრმამან იხილის რაი დიდი რაიმე და სრული საქმე, განიცინის რამე თუ არა იცინ რას ახედავს. ეგრეთვე წარმართნი მსგავს არიან ყრმათა უბუნურთა და უფრო ისხაფრიად უბუნურეს მათსა არიან, რამე თუ ჰასაგსა შინასრულსა ცნობაი ვერ შეიმოსეს. ამისთვის არა ღირს არიან წყალობისა. ხოლო ჩვენ ბრწყინვალითა ხმითა ვღაღადებდეთ წინაშე წარმართთა და ყოვლისა სოფლისა და ვიტყოდით კადნიერად, ვითარმეთ, სიქადულ ჩვენ და არს ჯვარი ქრისტესი და თავ ყოველთა კეთილთა და გვირგვინძლევისა და სამკაულ სიკეთისა მის საუკუნოისა. ფსურო და უკვე თუმცა ძალმედვა პავლეს თანაღაღადებად, რომლისათვის სოფელი ჩემ და ჯვარცმულ არს და მე სოფლისა გალატელთა მიმართ 6:14 გარნა ვერ ძალმიც ამისა თქუმად, რამე თუ თითო სახეთავნებათაგან შეპყრობილ ვარ. რამე თუ ესე სიტყვაი მათ შვენის, რომელთა უარუყოფიან სრულიად საქმენი სოფლისანი და მოუკუდინებიან თავნითვისნი ყოველთაგან ნებათა მისთა. ამისთვის გამცნებ თქვენ, ძმანო და პირველ თქვენსა თავსა ჩემსა ვეთქვი, ჯვარს ვაცუნეთ და მოვაკუდინეთ თავნი ჩვენი სოფლისაგან და ნუნცა რაი გვაქვს სიარებაი საქმეთა თანა ქვეყანისათა, ცუდთა მათ და წარმავალთა, არამედ მამულისა მის მიმართ ცეცათა ისა გუსუროდენ და დიდებისა მის წარუვალისა და კეთილთა მათ მიუთხრობელთა, რამე თუ მხედარნი ვართ მეუფისა მის ცეცათა ისა და საჭურველი სულიერი გუმოსიეს. რაისათვის უკვე აღურჩევთ საქმესა ვაჭართა და ღვინის მოფარდულთასა, უფრო ისხამატლთა და ქვემძრომელთა ჭიათასა და ვიქცევით თიხასა შინა და მცვირესა ღორთაებრ. ჯერ იყო ჩვენ და რაითამცა ზეცას ვიყვენით საქმითა და გონებითას, სადა იგი არს მეუფე ჩვენი ქრისტე, რამე თუ სადაცა მეუფე არნ, მუნიყვნიან ერთგულნიცა მხედარნი. დაღაცა თუ მეფე ესე ქვეყანისაი არა თავს იდებს, რაითამცა ყოველნი მხედარნი მისნი წინაშე პირსა მისადგეს და მახლობელად მისა იქცეოდეს, არამედ მეუფესა მას ზეცათა საჰნებავს, რაითა ყოველნი მახლობელად საყდარსა მას სამეუფოსა იყვნენ. თქვას ვინმე ვითარმეთ, რომელნი ესე ქვეყანასა ზედა ვიქცევით, ვითარ ხელ გვეციფოს მახლობელად საყდრისა მის საღმრთოისა დგომად. ჰე შესაძლებელ არს ესე, რამე თუ პავლეცა ქვეყანასა ზედა იქცეოდა და მონიყო, სადაც სერაბინი არიან და ქერაბინი და უმეტეს მათსაცა მიეახლებოდა ქრისტესა, რამე თუ არ არა საქმეთაგანი ქვეყანისათა შემძლებელიყო მოწყვედად გონებისა მისისა ქრისტესგან, არამედ მარადის მოუწყვედელ და განუშორებელიყო მისგან. აც უკვე ჩვენცა თუ გვენებოს ძალ გვიცესრეთ ყოფათ, რამე თუ უკვე თუმცა ადგილითა შორს იყო ჩვენგან მეუფე ჩვენი, სამართლადმცა ძნელ გიჩნდა მიახლება იმისი, ჰოი კაცო. ხოლო ვინაიდან ყოველგან არს და ყოველივე აღურსიეს დიდებითა თვისითა და მახლობელ არს მოშიშთა მისთა, რაისათვისღა შეუძლებელ გიჩნს მახლობელობა იმისი. არა გესმისა წინა ისწარმეტყველისაი, რასა იტყვის. არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამე თუ შენ უფალი ჩემთანა ხარ. ფსალმუნი 22:4 და თავადი უფალი იტყვის სხვისა წინა ისწარმეტყველისა მიერ, ღმერთი მახლობელი მე ვარ და არა ღმერთი შორიელი. იერემია 23:23 საცნაურ არს უკვე, ვითარცა იგი ცოდვანი განგვაშორებენ მისგან, ეგრეთვე სიმართლენი მიგუახლებენ მისა.
ვითარცა ეტყვის ესაია მოქმედთა მათ სიმართლისათა ვითარმეთ, დიდება იღმრთისა იგარე მოგადგეს შენ. მაშინ ხაღადებდე და ღმერთმანის მინას შენი და ვიდრე სიტყვადმდე შენ და გრქუას, აქა ვარ. ესაია 48:9 რომელმან მამამან ესრეთ მოსწრაფებით ისმინოს შვილთათვის თაი. რომელმან დედამან ესრეთ განმზადებულად განხმარტნის სასმენელნითვის ნისმენად სიტყვასა ნაშობთა მისთასა, რაითა უწოდონ რაი მეხსეულად მცა ხმასცა? ხოლო ღმერთი მარადის მზაარს და მოელის ვინ ძიხადოს მას მონათა მისთაგანმან და არაოდეს ყოვნის სმენად მათა, რომელნი ჯეროვნად ხადიან მას. ამისთვის იტყვის, ვიდრე სიტყვადმდე შენ და გრქუას, აქა ვარ. აც უკვე საყვარელო, ვხადოდით მას, ვითარცა იგი მას ხნებავს. ვითარ უკვე ხნებავს, ესეცა ესაია წარმოგვითხრა. განიხსენ ყოველი კრულება ისიცრუისაი, განხეთქე გულარძნილება იმ ძლავრებით ვაჭრობისაი, განუტევენ პრობლნი მიტევებით და ყოველივე ხელით წერილი სიცრუისაი განხეთქე. ეც მშიერთა პური შენი და გლახაკნი უსადგურონი შეიყვანენ სახეთ შენდა. იხილო თუ შიშველი, შემოსე იგი და თვისინათესავისა შენისაი არა უბულებელს ხო. მაშინ წარგე მართოს მსთუად ნათელი შენი და ლხინებაი შენი ადრე აღმოსცენდეს და ვიდოდის წინაშე შენსა სიმართლე შენი და დიდება იგი ღმრთისა იგარე მოგადგეს შენ. მაშინ ხაღადებდე და ღმერთმანის მინას შენი და ვიდრე სიტყვადმდე შენ და გრქუას, აქა ვარ. ესაია 48:6 იტყვიან ვინმე მცონართა და უდებთაგანი ვითარმეთ, ესე ყოველი ვინ უძლოს აღსრულებად. ხოლო მე ვიტყვი, ვის მცა არა ეძლო ამათ სწავლათა აღსრულებად? ანუ რა იძნელი თქუმულ არს ამას შინა. რამე თუ ესოდენ ადვილ არიან სიტყვანი ესე და შესაძლებელი ვიდრეღა მრავალთა ფრიად უმეტესი გარდახმატეს და უზეშთა ესი აღასრულეს, არა ხელისწერილნი ხოლო სიცრუისანი განხეთქნეს, არამედ ყოვლისაგანვე საქმისა სოფლიო ისე შიშველი ქმნეს, არა სახლად ხოლო შეიყვანეს უსადგურონი და სცეს პური ნამეტნავისაგან ტაბლათა მათთა ისა, არამედ შურებოდეს საოფლითა პირთა მათთაითა და ნაშრომისა მის მათისაგან ზრდიდეს გლახაკთა და კეთილსა უყოფდეს, არა ხოლო თუ მეგობართა და თვისთა არამედ მტერთაცა. აც უკვე რა ისიძნელე არს თქუმულთა ამათ შინა. არა თქვა თუ წიახეთ სხვათა მრავალთა და გარდავლენ მთანი მაღალნი, გამოკვეთენ კლდენი მყარნი, გარდაიხადენ უჭმელად დღენი მრავალნი, შეიმოსე ძაძაი, დაწევე კალთა ზედა. არა ითქვა ესე ვითარი, არამედ თქვა, განხსენ კრულება ისიცრუისაი. ესე იგი არს განაგდენ გულისაგან შენისა საკრველნი. ცვირის ხსენებისა და ზაკუვისანი. განხეთქე ყოველივე ხელის წერილი სიცრუისაი. რაი არს ამისა უადვილესი. განუტევენ პრობლნი მიტევებით, ეც მშიერ საპური შენი და გლახაკნი უსადგურონი შეიყვანენ სახეთ შენდა. რაი სიძნელე არს ამას შინა. ხოლო ძნელ თუ გიჩნს იხილე მისაგებელიცა და ადვილად აღგიჩნდეს. რამე თუ ვითარცა მეფენი ქვეყანისანი მხედართა შერაი ავლენდენ ბრძოლად, ნიჩთა და პატივთა წინა უყოფენ, უნდოთა და წარმავალთა, რამე თუ ესოდენ ხელეწიფების. ეგრეთვე ქრისტემან ხმითა წინა ის წარმეტყველისაითა წინა ითვე უჩვენა მოღვაწეთა თვისთა ნიჭნი იგი დიდებულნი. და გულის ხმა ტყავ თითოეულად. მაშინ წარგე მართოს ომსთუად ნათელი შენი. გულის ხმა ყავ თითოფერებაი ამის ნიჭისაი. არა თქვა თუ გამოჩნდეს ნათელი შენი, არამედ წარგე მართოსო. უმეტესსა მას განმარჯვებასა და ბრწყინვალებასა მის ნათლისასა მოასწავებს,
და ვითარმედ იგი თავადი თანაშემწე არს და წარმართებელი მისა. მაშინ წარგემართოს მსთუად ნათელი შენი. რა იარს, თუ მსთუად? ესე იგი არს ვითარცა ნაყოფთათვის ვიტყვით მსთუად, რომელი იგი პირველ განწესებულისა მის ჟამისა დამწიფდის, ეგრეთვე აქა. რამე თუცეს არს შემდგომად მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა მიწევნად კაცისა, ესე ვითარცა მას ბრწყინვალებასა. რაც იტყვის ვითარმედ, პირველ განწესებულთა მათ ჭირთა და განსაცდელთასა მიიწიო ადვილად ბრწყინვალებასა მას დიდებულსა და სულიერსა და წარგემართოს მსთუად ნათელი შენი. ხოლო რომელსა ნათელსა იტყვის, ანუ რაიმე არს ნათელი იგი. არა თუ ამას ხილულსა ნათელსა მოასწავებს, არამედ უაღრესსა მას და ზეცისასა, რომელი იგი გვიჩვენებს ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, ქერობინთა და სერობინთა, მთავრობათა და ხელმწიფებათა, საყდართა და უფლებათა და ყოველსა მას ზეცისა მხედრობასა, ტაძართა მათ სამეუფოთა, საყოფელთა მათ საუკუნეთა. რამე თუ უკვე თუ ნათელსა მას ღირს იქნა, განსთავისუფლდე ცეცხლისა მისგან გეჰენიისა და მატლისა მისგან წამლიანისა და ხრჭენისაგან კბილთაისა და საკრველთა მათგან განუხსნელთა და ჭირისა მისგან ფრიადისა და იხილნა სიხარულით განწყობილნი იგი ზემოწერილთა მათ მხედრობათანი. და მიიწიო, სადა იგი არა არს სალმობაი, არცა მწუხარებაი, არცა სულ თქუმაი, სადა იგი არს ფრიადი სიხარული, მშვიდობაი და სიყვარული, შვებაი და განათლებაი და ცხოვრებაი საუკუნე, და დიდებაი გამოუთქმელი, და შვენიერებაი მიუთხრობელი, და ნათელი პირისა ღმრთისაი, სადა იგი არიან კეთილნი, რომელნი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა. პირველი კორინთელთა მიმართ 2:9, სადა იგი არს სასწლოი სულიერი და ქორწილი ზეცისაი და ბრძენი იგი ქალწულნი ლამპრითა ბრწყინვალითა და ყოველნი, რომელთა ჰმოსიეს სამოსელი საქორწინე, სადა იგი არიან სავანენი საუკუნენი და საუნჯენი მეუფისანი და იერუსალიმი ზეცისაი. იხილენა ნიჩთა ამათ სიმრავლენი, ვითარ ყოველნი ესე ვითარითა სიტყვითა გამოსახნად წინაის წარმეტყველისა მიერუფალმან. ეგრეთვე შემდგომთა მათ სიტყვათა უკვე თუ ძალი გამოვიძიოთ თითოეულისა სიტყვისა, ფრიადი ვპოვოთ სიმდიდრე და ძალი გამოუთქმელი. აც უკვე ვინაითგან ესე ყოველნი კეთილნი სიყვარულითა და კეთილის ყოფითა მოყუსისაითაა გვითქვა უფალმან, ნუ მცაუდებ ვიქმნებით, გევედრები, არამედ ყოვლით კერძო ვისწრაფოთ მცნებათა უფლისათა, კეთილთა ამათ და ადვილთა აღსრულებად. დაღაცა თუმცა ცეცხლი წინამდებარე იყო და მახვილი ლესულნი, არავე ჯერ იყო ჩვენ და რიდობად თავთათვის და რაითამცა მივემთხვენით სასუფეველსა ცათასა და კეთილთა მათ დაუსრულებელთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მკვიდრყოფად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.